დღეს პარლამენტის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის ანაზღაურების გაზრდის საკითხს განიხილავს ნაციონალური მოძრაობა ხელფასების ზრდასთან ერთად სასამართლოს ინსტიტუციური პატივისცემას მოითხოვს. მართულ გუნდში კი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო მოსამართლეებს ხელფასები სხვა ინსტანციის მოსამართლეებთან ერთად გაიზარდათ. ზოგადად იცით, რომ ხელფასების ზრდა შეეხო იცით, მაგალითად პოლიციელებს, პროკურორებს, შეეხო საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემის გამართული, ესე ვთქვათ, მუშაობისთვის, კორუფციის გამორიცხვისთვის და ამ რისკების გამორიცხვისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ადეკვატური ანაზღაურება. მოსამართლეთა ხელფასის გაზრდა, საკონსტიტუციო მოსამართლეთა ხელფასის გაზრდა უნებრივია, კარგი ინიციატივა, მაგრამ ჩვენ ასევე კარგად გვახსოვს, როგორ უშენდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კვერცხებს და მაშინ როცა მათ, ასე ვთქვათ, მთავრობისათვის არასახარბიელო გადაწყვეტილების გამოტანა უწევდათ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ხელფასების გაზრდასთან ერთად სხვანაირი ინსტიტუციური პატივისცემა ხდებოდეს უმრავლესობის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და ამ შემთხვევაში ყველაფერი რიგზე იქნება.